მოგესალმებით. რაც შეეხება დღევანდელ ასევე სხვა პოლიტიკურ მოვლენებს, დღევანდელ აი ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ გადაცემაში მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, დღეს სტუმარი გვეყოლება ჩართვით, ანალიტიკოსი, ექსპერტი ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო. მოგესალმებით ნიკოლას, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მართლა ძალიან მძიმე არის ეს პერიოდი, რომელიც დგება, მაგრამ აი როდის გავიხსენებთ ერთი ძალიან მშვიდს, თითქოს ომი ვამბობთ რომ ომი არ ყოფილაო, მაგრამ ეხლა ვამბობ ეხლა რა მშვიდობაა, ომი არ არის, მაგრამ მშვიდობა ეხლა საქართველოში. არ არის მშვიდობა, ხო? და იცით მომენტალურად გახსენდება ის წარსული, ეხლა მე არაერთი მინახავს ასეთი, რომელიც კატასტროფებით თავდებოდა, მაგრამ ეს ყველაზე ცუდია, რატო იცით აწლიანი მშვიდობის მერე ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად ამას მოიმოქმედებდნენ, ისევ იგდგანან და ისევ იგივეს აკეთებენ და როგორ არის იცით ალბათ ადამიანის გამძლეობას აქვს რაღაცას აქვს საზღვარი, რაღაც უნდა დამთავრდეს, ხო? ეს ხო არ შეიძლება ესე დაუმთავრებელი იყოს და სწორი ბრძანეთ რა, რაღაცა რამდენიღა ტინგიცად გადის, გამოდის თავის ბავშვობის კომპლექსებს ემსახურება, იკმაყოფილებს, ზოგი უსტვენს ასაკში შესული ადამიანი ზოგს დროს შეუჭირავს და მე მთელი ცხოვრება გარეთ დგება რომ შედალოცვილო მთელი ცხოვრება რომ გარეთ გეხარ რა გააკეთე რა მოიტანა იმ გარეთ გომა იმას მაინც დაუფიქრდი რომელმა რევოლუცია მოუტანა სიკეთე საქართველოს არც ერთმა ხო ყველამ უკან დაწევა მოუტანა და ეხლა წკიბზე ვართ ის რაც ეკონომიკური ზარალი მიადგება საქართველოს ეს გასაგებია მაგრამ ღმერთმა დაიფაროს თუ უარესი ზარალი არ მოგვადგა და ძალიან გახანგრძლივდა ეს პროცესი და მართალი გითხრათ კი ბევრი ხალხი არ არის რუსთაველზე რა მნიშვნელობა აქვს ეს რუსთაველი იკეტება ხალხი გამწარებულია უკვე ცემატყებაზე გადავიდა უკვე ერთმანეთთან და მე მაგალითად ერთგან ვიყავი მისული და ვნახე ადამიანი რომელიც თვალებში არ მიყურებდა და მივხვდი მის პოლიტიკურ შინაარსს რა ასე ვთქვათ რა აი ეს რო ჩვენ რო აქამდე მივალთ რომ ერთად დავждები და თვალებში რო ადამიანი არ გიყურებს თქვენ გესმით რა არის სადამდე მივედით და ეს არ არის მშვიდობა სამწუხაროდ ეს მშვიდობა არ არის მე მგონი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს უკვე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა იმიტომ რომ აი ჩვენ უკვე დავიღალეთ აღარ შეიძლება კი მართალი ხარ გავიგე ის თქვა მაგრამ გამიკეთე მე კაცო შენ ის გადაიდგას უკვე უნდა ნაბიჯები იმისათვის რომ აილაგმოს ესენი ყველაფერი იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანამ ხო არ შეიძლება მოღალატეების იმაზე ვიაროთ რა ქვია ნებასურვილზე რომ აიმე მაგათ რამე არაუფრინდეთ ბუზი და აღარ შეიძლება ეხლა რა როდემდე შეიძლება ეხლა აი ვახსენე დასაწყისშივე რომ ესე იგი უამრავი მილიონობით ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში დღეს გეთანხმებით ნიკოლოს მეც თქვენი არ იყოს არის ხომ ზოგჯერ საკითხები როცა მე უფრო ასე ვთქვათ შემრიგებლური და რბილი პოზიცია მიკავია ხომ თქვენგან განსხვავებით მაგრამ აქ აბსოლუტურად გეთანხმებით ჩვენი პოზიციები და მიდგომა თანხვედრია რატო მეც ხისტი ანუ გადამწყვეტი ნაბიჯების მომხრე ვარ რატომ იცით ხელისუფლების პირველი ვალია უზრუნველყოს მშვიდობა ადამიანების სიცოცხლე შეინარჩუნოს არა მარტო ფიზიკურად შეინარჩუნოს ადამიანები არამედ მორალურად იცით დღეს არის საოცრად დაძაბული მდგომარეობა და მე როცა ვუსმენ რომ იცით აი ეს მოღალატეები და ვიცით ესენი რომ მოღალატეები იყვნენ ჩვენ ყველანი ვიცოდით ჩვენ ყველაფერს ვამბობდით აქ თუნდაც თქვენ ეთერებში სხვა ეთერები იყო ეთერები რომელშიც ამას ვამბობდით თურმე მოღალატეები ყოფილან საჯარო სამსახურში იმ რა მითხარით რა გამიკვირდა არ ვიცოდით არ ვამბობდით განათლების სისტემაზე ნიკოლოს რამდენი გვისაუბრია კატასტროფამ რომ მიიყვანა და სექტანტური აზროვნება რო აქვს ადამიანებს აკვიატებებით ბოდვებით რუსმა და ასე შემდეგ ეხლა რომ მიდის სატანისტური უკრაინის მაგვარი რაც უკრაინაში ჩატარდა კიევო-პეჩორის ლავრაში თქვენთან არ ვსაუბრობდით ამაზე რა დღეში ვიყავით ხო როგორ განვიცადეთ რაც იქ ხდებოდა მთელი სატანისტური რიტუალები რო ხდებოდა და მასხოვრის ჯვარცმასთან ცეკვა რო იყო გახსოვთ ეს კადრი არ დამავიწყდება ცხოვრებაში აბატონო კუბოდაწვეს ქრისტეს გამოსახულებით და ეს რაიმე განსხვავებული ეს ზუსტად იმის გაგრძელება არის და მე რა მიყვარს იცით ნიკოლას ეს ხო არის აქციები ორმაგი ფსკერით ერთი მოძალადეები რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას ანუ სახელმწიფოს და იგივე აქციის კუდს წარმოადგენს ესე ეგრეთ წოდებული ელიტა ბოჰემა მხატვრები და
სახეობები, რომლებიც თურმე მაღალი იდეალებისთვის იბრძვიან. ერთი გაასწარია აი ამ აქციას და მიდი წინა ხაზზე ნახე რა ხდება. რეებს წვავენ, რეებს რა ტერმინოლოგია აქვთ გოგოებს, როგორ ცდილობენ პოლიციელის მდგომარეობიდან გამოყვანეს, როგორ ესვრიან, როგორ წვავენ ადამიანს. აი მოდით რა იცით, არ შეიძლება ესეთ დაიშტერო ადამიანმა თავი და თქვა რომ მე აქ ესეთი ფუმფულა და თეთრი ვარ და იმ აქციის თავში, რომელსაც მე ბოლოში უდგევარ, არის იმ აქციის თავში განან მოძალადეები, ხო? ეს ხო უნდა გაიაზრო, ვის გვერდით ხარ? თან მისი თანამონაწილე ხარ და ხელისუფლებამ მესმის ერთი თმენა, მესმის ორი დღე თმენა, სამი, მაგრამ იმდენი ხანი თმენა, რაც აიძულა რომ პოლიციას მოეთმინა, ეს დაუშვებელია. არ შეიძლება ექიმა და პოლიციელმა ერთნაირად მოითმინოს. ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ადამიანებია, სხვა ფსიქოტიპის არის და თუ პოლიციელს აიძულებ, რომ ეს ყველაფერი მოითმინოს, ის სადღაც ამოხეთქავს აუცილებლად, იმიტომ რომ ის ასეთი ადამიანი, იმიტომაც მუშაობს, იმიტომაც არის ძალოვანი, იმიტომაც მისდევს დამნაშავეს და მიდის ტყვიაზე. ხომ? და აი ეს ადამიანი თმენის ქვეშ დააყენო, ეს არის საკუთარი პოლიციის სერიოზული ტრავმირება და პოლიციელების, აი როგორ გითხრათ, იცით, მათი იმდენა ტრავმირება, რომ ის შეიძლება ხვალ აღარ იყოს ძლიერი პოლიციელი, იმიტომ რომ დღეს ამდენი ათმენინე. ხელისუფლებამ ჩემი აზრით უნდა მიიღოს თეთრი ხელთათმანებით. არ შეიძლება ამ რევოლუციების, ფერადი რევოლუციების გადატეხვა, აქ უკვე საჭიროა რადიკალური ზომები. რატო იცით, საზოგადოება უკვე დასნებონდა. საზოგადოების უმრავლესობა ვერ გრძნობს, რომ რატომ ვარ უმრავლესობაში, თუ აქეთ მაბულინგებს უმცირესობა და მე არავინ არ მიცავს, ხო? და მე თუ თავს დავიცავ, კიდე მე გამამტყუნებენ. წარმოიდგინეთ რა, უმრავლესობა, ვინც არჩევანი გააკეთა ქართული ოცნების სასარგებლოდ, დღეს არის როგორ იცით, რომ რამე რო იყოს ისევე დამსჯიან და გაჩერებულია, ერიდება, არ მიდის სადღაც, უსიამოვნებას ერიდება, ანუ ნაცების პერიოდში, ახალხანს ვამბობდი და ნაცების პერიოდში ჩუმად ვიყავით, იმიტომ რომ ის აგრესიული უმრავლესობა იყო. დღეს ის აგრესიული უმცირესობაშია და კიდე აქეთ გაბულინგებს, ბატონო ნიკოლოზ, რაღაცით ხო უნდა იგრძნო, რომ შენ უმრავლესობაში ხარ. არა, ეს გამორიცხულია. არა, უკაცრესად ურად არის, ეხლა მიდიხარ ადამიანის შეურაცხყოფას გაყენებენ, შეიძლება სადღაც რესტორანში, sadღაც თეატრში და ვითომაც არაფერი, ეს თავდაცვითი რეჟიმი, ეს იდიოტიზმი როდემდე უნდა გამიგე. ეხლა ვიღაცას თუ უნდა გაგინონ და თავპირი გიმტრიონ და მოითმინეთ, მაგრამ ჩვენ ვერ მოვითმენთ ამას. ვიღაცას სიამოვნებს, შეიძლება რომ დაუთავაზებენ ამას, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი ითმინოს, რასაც ესენი აკეთებენ. ეს პოლიციელების მერე აუბედურება ადამიანები არიან, რამდენი უნდა ითმინონ მართლა რა. არა, არ შეიძლება ეს უკვე ძალიან შორს წავიდა, იცით და რაც უფრო დროში გრძელდება, ჩვენ დავინახეთ იქ გახარიას, აი ყოვლად წარმოუდგენელი. ეკონომიკურად რითიც თქვენ დაიწყეთ ეს გადაცემა, ეკონომიკურ იზოლაციაში უნდა მოექცეს საქართველო, ამ უნდა დაიქცესო, გესმით? რასაც თქვენ ამბობთ, ეს ამას დასუკრავს, ამის ზუსტად ესაა გეგმაში და გახარია კიდე სხვასთან შედარებით პრემიერ-მინისტრი იყო ბოლო, ხო? და იცის საქართველოს ეკონომიკა, იცის მისი გამძლეობა. და დიახო, ეკონომიკურად უნდა ამას რო იტყვის ადამიანი, რომელიც იყო პრემიერი, ამ ერთი წუთით რო არ იტყვის სიტყვას პოლიციელებზე ძალადობაზე, კაცი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რომელიც ხვალ პრეტენზიას გამოთქვამს, რომ ხვალ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ესე იგი რა, საქართველოს დაინგრეს, საქართველო ოღონ ჩვენ მოვიდეთო. ყველაზე ცუდი ის არის, ბატონო ნიკოლოზ, რომ ყველაზე ცუდი ის არის, ბატონო ნიკოლოზ, რომ ამ ყველაფერს აქვს შიგნით რაც ხდება, იქ ერთი გადარეული ქალი, შეშლილი, შლეგი ქალი, ხო? და წარმოიდგინეთ, ამაზე ვიხარჯებით, აი აქ თითქოს ისევე ბოდიშება ხელისუფლება, თორე ამის მობოდიშება და მოთმენა არ შეიძლება. და გარშემო რა ხდება? ცეცხლი უკიდია ახლო აღმოსავლეთს, ხო? და ნახეთ კოსოვოს პრეცედენტი, ამბობდნენ არ უნდათ და ამბობდნენ კოსოვოს პრეცედენტი საქართველოზე არ გავრცელდება. გავრცელდა, ხო გავრცელდა, არა სამწუხაროდ, არა ხო გაიფორმა ჩვენივად სამაჩაბლო და აფხაზეთი. არ იყო კოსოვოს პრეცედენტი, არაფერი არ იყო. და დღეს ახლა წარმოიდგინეთ, ის რაც ხდება სირიაში, ეს ახალი პრეცედენტია. მაშინ, როდესაც რეალურად ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს ქვეყანას, ხო ხედავთ, რომ ის გაინაწილეს, ტორტივით დაჭრეს. და დღეს ეს ვიტყვი რა, ეს
უვარგისი ადამიანები, საქართველოს მტრები ამბობენ, რომ საქართველოს არ ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და ამით ყარსის ხელშეკრულების ვადა ჩვენ ვიცით, როდის გავიდა და რა მდგომარეობა. ამით ვის უძახიან, რომ წაიღოს გურია და თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლებაა? ესმით, ეს პირდაპირ მოწოდება არის იმისი, რომ კი ბატონო, всё, მორჩა არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და როგორც თურქეთმა იქ წაიღო სირიაში ძალიან დიდი ნაწილი, იგივეს მოწოდება არის. ამას ხო ოდნავ მაინც ხო ტვინი უნდა გაანძრიო. ესეთი მტერი როგორ შეიძლება იყო, არა? და ტერიტორია საქართველო, ტერიტორია თუა საქართველო აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე როგორ ღალაპარაკობ? ტერიტორიიდან ელაპარაკები? ტერიტორია შესთავაზებ მოლაპარაკებებს? და არალეგიტიმურია ჩემი ხელისუფლებაო. აი ამის მერე, ბატონო ნიკოლოზ, იცით რა არის ეს გარეთ დანთებული ცეცხლი? მე უფრო მეტად მაშინებს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი მიდიოდა და მეორე ფრონტი იყო. ჩემი აზრით, ეხლა უფრო ბევრად სერიოზულად არის საქმე. ჯერ ერთი რომ აი ეს უგუნურები დარბიან მაშინ, როდესაც სირია ხდება და ღმერთმა დაიფაროს პრეცედენტი არ გახდეს. და მეორეც, ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ირანი დგას რიგში, თქვენ ხო იცით ძალიან კარგად. ხო, ვინც აზროვნებს და ვინც ინფორმაციას ეცნობა, ხო კარგად იცის, რომ ირანის საკითხი დადგება და ირანზე აქედან აპირებდნენ თავის დროზე პლაცდარმი სწორედ საქართველოსთან უნდა ყოფილიყო. ანუ მეორე ფრონტს თუ ვეპატიჟებოდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით, ეხლა სამხრეთის მიმართულებით არის სამწუხაროდ ეს საფრთხე და ამ საფრთხემ აქეთ გადმოინაცვლა. და აი ამ სიტუაციაში ასე არ ყევდა საკუთარ ქვეყანას. ეს არის სრული უზნეობა და ის ადამიანები, ვინც ამბობს, რომ მე ევროპაში მინდა რა გეევროპებად, საქართველო გადარჩეს, თავარია ქვეყანა შევინარჩუნოთ, სახელმწიფო შევინარჩუნოთ. ამათ ევროპაში უნდათ. აი მოისურვეს რა უნდათ ევროპაში. ანუ არ ვიცი, იცით, აი ამ ხელაუგუნურება, ხალხი ამბობს, რომ ხელოვანები არიან, განათლებაზე პრეტენზია აქვს, როგორ თუ ოდნავ მაინც განათლებაზე პრეტენზია გაქვს, ამას უკეთებს საკუთარ სახელმწიფოს და ხო გეუბნებით, ხელისუფლების მხრიდან ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობა. მშვიდობა ერთი არის ომში არ ჩაბმა და მეორე არის რომ შიგნითაც მშვიდობა იყოს. აი ყველაზე ცუდი არის ის რომ ეს გრძელდება და ფაქტიურად როგორ არის იცით იმდენად დუხში და სიტუაცია. როდის დაემთხვევა ღმერთმა დაიფაროს გარე რაიმე ცუდი ფაქტორი და პირდაპირ და ხმამაღლა ვიტყვი რა ადამიანები რომლებიც რუსეთის მიმართ ყოველთვის პრეტენზიებით იყვნენ ხოლმე ჩვენ მეგობრები საკმაოდ ის განათლებული ხალხი დღეს რას მეუბნევენ იცით აუ ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ რუსეთი არ დაუშვებსო რომ ჩვენთან ის მოხდეს რაც სირიაში მოხდა ხო რუსეთი არ დაუშვებსო გესმით ამბობენ ის ადამიანი ხალხო მეუთხარე მომესმა თუ მართლა მეუბნევით ბევრმა გაიაზრა ეს რომ რუსეთის ფაქტა რეალობა ესეთია ბატონო ნიკოლოზ არავის არ ვებოდიშოთ რა აქეთ გვებოდიშონ რუსოს რო აქეთ გვებოდიშონ რა ჩვენ საქართველოსთვის ვფიქრობთ დღეს რომ არა რუსეთის ფაქტორი კავკასია და სამხრეთ კავკასია ცეცხლის ალში იქნებოდა გაყვეული და პლაცდარმი იქნებოდა დია აქედან ის გაქცეული და ღაზა სექტორი და სირია მონაგონი იქნებოდა რუსეთის ფაქტორი აჩერებს ამას და ჩვენ კიდე კუდი ყავარზე მიგვაქვს და ველაპარაკები არ მინდა რუსეთი ევროპა მინდა თვითონ ის იყოს კაფეში შეხვედი და ვაიმე არა კაპუჩინოს არა ლატე მომიტანეთ რა აი ამ დონეზე მიდის ამ ადამიანების ქცევა უგუნურება აბსოლუტური უგუნურება აქედან გამომდინარე შეცდომაში თუ შედიხარ წადი გაერკვიე და ქვეყნის ბედზე და ხვალინდელ დღეზე მე ილაპარაკე. აი ეს არის, ცით, აი ამ შემთხვევაში მე ორივე მხარეს, აი ის ვინც გარეთ გამოდის და ნუ იმ კრიმინალ ბავშვებს ახალგაზრდებს რო იყენებს, ეს სხვა არის. და დგანანაკ და ყელყელ სიტყვებს ამბობენ, რომ თურმე გამარჯობა არ უნდა უთხრეს ვაშაძემ, ნეტა ვაშაძის გამარჯობა. ვაშაძე რო გამარჯობას გეტყვის, თავი მაშინ უნდა მოიჭრა რა. და თურმე ჭიქარ უნდა მიუჭახუნო და უნდა გარიყო, თურმე ვაი ვაშაძის გასარიყი გორო გახდება სამარცხვინო მართლა ის სამარცხვინო არ ვიცი რა ძალიან ცუდია ხო გენეთ ქართული ოცნების მინუსად ყოველთვის ვამბობ ამას ხმამაღლა ქართული ოცნების მინუსი არის რომ ის ყოველთვის ეფერება მოწინააღმდეგეს ანუ მტერს მის მტერს ყოველთვის ეფერება
და არაფრად აგდებს მის ამომრჩეველს. აქედან გამომდინარე, ოცნების ამომრჩეველი თუ კარგად შევისწავლით ოცნების ამომრჩეველის მიდგომებს, ოცნების ამომრჩეველი დღეს ფიქრობს საქართველოზე და მხარდამჭერობაზე აღარ აქვს პრეტენზია. არ ამბობს მე ოცნების მხარდამჭერი ვარო, მე ოცნების ამომრჩეველი ვარო. ანუ ხმას ვაძლევ მხოლოდო და ხმას აძლევს იმიტომ რომ საქართველოში არ მოხდეს რაღაც არეულობა. ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ვერ გაითავისა მთავარი. ვინ არის შენიანი და ვინ არის მტერი. და იმდენ ცდილობდა რომ ეს მტერი გადმოებირებინა, რომ საბოლოო ჯამში მიიღო ის, რაც მიიღო. ოცნების ამომრჩეველი უმუშევარი, ყველგან გადაჭედილი ნაცებით და აბატონო არჩევნებზე საიდან ამხელა ციფრიო, საიდან ქუჩაში ვერ გამოდიან, იმიტომ საჯარო სამსახურებში იყვნენ, თორე იქ რომ მიდიან ისინი აძლევენ ხმას და რატომ აი ეს ამას უნდა დაუკვირდეს ოცნება, როცა შენიანს არაფასებ, იმან ძალიან კარგად იცის, რატომ შიშით ელულიავები დღეს, ესე ძალიან კარგად იცის და ისინი ამ შემთხვევაში თავიანთ პრინციპებს არ ღალატობენ, თავიანთ ძველგზას არ ღალატობენ, მშვენივრად იყენებენ ოცნებას, იყენებენ სამსახურები ქონდათ, თბილი ადგილები ქონდათ, მშვენივრად იყვნენ და ზევიდან უყურებდნენ ოცნების ამომრჩეველს. აი ეს შეცდომა დაუშვა ოცნებამ. თორე დღეს ეს შეცდომა რომ არ ყოფილიყო, ოცნება ზუსტად ისეთი შეკრული იქნებოდა და ამომრჩეველი კი არ ეყოლებოდა 1,200,000, მხარდამჭერი ეყოლებოდა 1,200,000 და 1,200,000 მხარდამჭერს იცით რამდენი ამომრჩეველი მოყვება გვერდზე და უკაშლება ბევრი. აი ეს იყო ოცნების ერთი შეცდომა და მეორე შეცდომა არის ჩემი აზრით, აი ამ რეზინის გაწელვა. არ შეიძლება ამ ყველაფრის გაწელვა ის ვინ საჯარო სამსახურისთვის შეუთავსებლობას ხმუხლი ხო არის ნიკოლოზ მე მგონი არ მეშლება. როგორ შეიძლება ადამიანი აქციაზე იყოს ხელისუფლების შეცვლას და დამხობას გადაგებდეს და ამისთვის ათენებდეს ღამებს და ხვალ შენ სამსახურში ყავდეს და საჯარო მოხელე ერქვას. ნუ აი ეს ყველა გაუგონ არის წარმოუდგენელი რამე არის. მე მაგალითად ველოდი რომ ამდენ ხანს არ გაჭიანურდებოდა ეს პროცესები და კი ვხედავ კეცერაშვილის ბრილიანტებს, იარაღებს, ვხედავ მე რა ვქნათ ჩვენ გადავდგათ ხელისუფლების ნაბიჯები? მესმის რომ ესე ნელა, მაგრამ ეს ძალიან ნელა არის და მეც თქვენი არ იყოს, აი როგორც თქვენ, მეც ასევე უკვე მკაცრი ხელის მომხრე ვიქნებოდი. აი ხა მე არ ვიცი ხო არის შესაბამისი უწყებები, კაცო. მე რო აქ ერთი გადაკრული რაღაცა თქვა ხელისუფლებაზე, იმ წუთასვე ვიღაცები დამირეკავენ, აი რატო თქვი ესეთი რა. ბიჭო, როცა κρიტიკული მომენტია, ყოველთვის მე სახელმწიფო ხელისუფლებას კი არ უჭერ, სახელმწიფოს უჭერ ხალხს, გესმით? და ჩემს κρიტიკულ გაცხადებას იმახსოვრებენ, გესმის, რაღაცა რომ გადასაწყვეტი არის და მისაღები და იმას კი არა. ბოდიში და ეს პირველი არხი და მთელი ყველა თქვენი არხები, აჭა, ეს ჩემი ბოდიში და კურსელებით არის დაკომპლექტებული მთელი მთავრობა, კაცო. მე რო გამოდიოდი და ამ სააკაშვილს ვებძოდი ბევრი ხმას ვერ იღებდა და მე დღეს აქ სტუდია გორიდან მაუწყებლობ ყველაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს ეხა ჩვენ ყველაზე მეტი რაოდენობა გვიყურებს ხალხის ერთხელ კი არ გეტყვიან რაღაცა რომ აი მოდი რაღაცა თანამდებობა კი არ მინდა კაცო უბრალოდ პატივისცემა რაღაცა დაფასება რაღაცა ელემენტარული რაღაცა იქ დამოუკიდებლობის დღის მიძღვნილი საღამოა იქ რაღაცა თბილისობა არის კი არ დაგიძახებენ ამას აი ამ ნაც დაქალოჩკებს დაუძახებენ აი ამ თბილისობას და ამ დამოუკიდებლობის დღეზე მე ჩვენერი ხალხი აი თქვენ ყოფილ ხართ ერთი მაინტერესებს ერთი წამი თქვენ ყოფილ დამოუკიდებლობა თქვა რომ არც ერთხელ არასოდეს არანაირ ღონისძიებაზე არასოდეს არავის არ გაახსენები ვარ არ მინდა არ წავალ პრინციპულად მაგრამ ახალ წელს კონვერტით გამოგზავნე რა მოსალოცი ბარათი ახალი წელი მაინც მოულოცე რა და მე რა შევარდაძე აკეთებ თან ვიღაცა ხო არა ვართ არა რაღაცას წარმოვადგენთ არა თქვენი საქმის სპეციალისტი ხარ მეც ჩემი აქ რაღაცა უამრავი ადამიანი გვიყურებს თქვენს მეც და რაღაცას ანუ საზოგადოებაში ადგილი გვაქვს ხო და ჩვენნაირი ხალხი ბევრი არ არის ამ ოცნებამ თითებზე რომ გადაითვალოს არ არის ესე შენ რო გინდოდეს კიდევაც ვიღაცის რაღაცა არ არის ხალხი და ჩვენნაირი ხალხი ესე მარტო მე კი არა თქვენ უამრავ ადამიანს აქ ჩვენზე არ არის დამოკიდებული აქ არ შეიძლება ესე ადამიანების მიმართ მოქცევა კაცო ვერ გავიგე რა ეხა ვიღაცა დაქალოჩკებისა და საძმაკაცოების გარდა რაღაცა სხვა ხო უნდა გაიხსნეს ეს კარი ტელეკომპანია იმედზე ერთი და იგივე სახეები რო გამოდის სხვაც ხო უნდა მისცე გამოსვლა სხვაც ხო უნდა გამოვიდეს არა
მე იმ დღეს გიყურეთ, ეხლა 2 წუთი გამოგიყვანეს თქვენ კაცო და იმ 2 წუთში რა უნდა გეთქვათ? მაგას ჯობია საერთოდ არ გამოსულიყავით კიდე რა. კი მე ძალიან ნული მე აი ეს პირველი არხი კიდე $5,000 აქვს ამ ქალბატონს ამას რა. გაუღო კარები ამ ნაცებს და ვიღაცამ თქვა აი მე მხარდა სოლიდარობას უცხადე პირველ ახს. რაში უნდა უცხადებდე სოლიდარობას რომ გაუღო კარები და წერი შემოიყვან. აი ქაკაცო, ეგ გიგივია რომ ეხლა მეციხოვნეს გაეღო კარები ციხის, შემოიყვანა მტერი და დაესვა იქა რა ქვია. ბიჭო, ქვეყანა ინგრევა ტელევიზიების მეტი რა აქვს. რა საჭირო იყო ეხლა ვიღაცამ თქვა, აი ნათელი, აი ხო დაანახა ნაცების სახეობა. ნაცების სახე ყველამ კარგად ვიცი და ვისაც არ უნდა ნაცების სახის დანახვა ისიც არ დაინახავს და ვიცი ხედავთ გაუხსნა ქალები კარი და ეს ზოგიერთი ცალტვირა პოლიტიკოსი სოლიდარობას უცხადებთო პირველ ახს. აი რაში უცხადებ შე ცალტვირა სოლიდარობას რომ ტელევიზიის კარები გაუხსნა მტერს? არ ვიცი, მე ვიცი რომ ლალი მაროშკინა მოითხოვა, მაგრამ არ მიცეს ეთერი. საზოგადოების რაღაც გარკვეულმა ნაწილმა მოითხოვა, მაგრამ არ მიცეს ეთერი. მე მაგალითად არც მახსოვს როდის ვიყავი ტელევიზიის პირველ არხზე. აღარც მახსოვს. დიდი ხანი გავიდა, ალბათ 10 წლეულები გავიდა მას შემდეგ. ხა ჩემთვის უცხოა, ჩემთვის დაკეტილია. ნუ არა, ხა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე არ წარმოვადგენ რომელიმე ან უწყებას, ან იმას, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ეს ჩემთვის საზოგადოებრივი ის არის მხოლოდ გამოხატვა თუ მეკითხებიან მაშინ მოვდივარ თორე ხა ნამდვილად არავისთვის არ მეთხოვი არასოდეს ღმერთმა დამიფაროს მაგრამ უბრალოდ პირველ არხს არასოდეს არ გასჩენია არც ერთ თემაზე სურვილი რომ რაიმე კონტაქტში შემოსულიყო ხო ვისთვის არის საზოგადოებრივი და ისე რომ აჭარის არხი იგივე გინდა აჭარის არხი ესე იგი ჩვენ ვაფინანსებთ ნაცებს რა აჭარის არხზე გადართეთ პირველ არხზე გადართეთ არ მინდა ზოგჯერ რაღაცა პირადული ის ჩავთო ზოგი ისეთი ახლობელი ადამიანი მუშაობს სადღაც და მე პირად კონტაქტებს საერთოდ დიდ პატივს ავცემ გესმით ბიჭო რა უბედურება იცი ადამიანთან რაღაც ურთიერთობა რო ქონი არ მინდა ხოლმე რაღაცა დავარტყო ხუზმიაშვილთან ვახოს აქვს ერთი ვახო ხუზმიაშვილი რა არის ხა იმ ვახო ხუზმიაშვილს აქვს რაღაცა მოდიში კვირაში 2-3 ჯერ გადაცემა რა და ისიც კიდე ხა ვერ გავიგე ეხა ეს ფორმატი კიდე რო აი ცოტა სხვა ფორმატებზეა გადასასვლელი საჭირო რა და მარტო ვახო ხუზმიაშვილი 24 საათი ტელევიზია იყოს ნაცების ხელში და ესე ერთი გადაცემა იყოს ეს არაფერს არ ნიშნავს რა ვერ გავიგე მაგას შეგეთანხმებით კი აბსოლუტურად ვერ გავიგე სულ არ ჭირდება მაგათ პირველი არხი და ისა ეხა მაგა ბოდიში და იმ აჭარის არხზეც მეტი რეიტინგი მაქვს იმ ხუზმიაშვილზეც მეტი რეიტინგიც მაქვს იმ პირველ არხზეც მეტი რეიტინგი მაქვს ეხა მე საიდანო აი ნახეთ აგერ ჩვენება რაოდენობრივად ხო ითვლება ყველაფერია რა მითხრა რომ მე რომ მართალ სიტყვას ვიძახი ხო ამას თან ვიცი როგორც გავაკეთო და ამ დროს ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა წესით ეხლა სახელმწიფო ჩვენ არხს უნდა მისცეს დაეხმაროს რაღაცნაირად წაახალისოს რაღაცნაირად დაეხმაროს არა მე მაინც ხო როგორი პოზიცია აქვს იცი მაინც ხო დაგვიჭერეთ ერთი იყდეთ ერთი რა მაინც ხო ის არის რა მე ხო არ მაძღარი და ბოდიში უნდა ვჭამო და ისა და შენ მიდი აგერ რაღაცა ბოდიში იმას რატო გავიხსენო ეს ადამიანები და აი ეს სახელით უბრალოდ სახელი დაწერე და გილოცავ ახალ წელს აი ეს რამხელ რამ არის იცით ეს უკვე პერსონალური შემჩნევა არის რაღაცა გამოხატვა არის მსგავსი რაღაც არა შევარდნაძემ გაგზავნა ისე კარგად მახსოვს მისალოცები და იქ მიცვალებულები იყო ბევრი და თუ ეს შეცდომა ხო მსგავსი აზრად არ მოსულა აი ახლა მე რა მაინტერესებს მაინც მოვა ნაცებს ხوار დაუჭერს მხარს მოვა აბა რას იწევს გეთანხმებით ეს პოლიტიკა არის რა ძალიან მცდარია იმიტომ რომ ეს ოცნებას აძლევს ამომრჩევლებს, მაგრამ ხარდამჭერებს უმცირებს. და ძალიან ხარდამჭერს აქვს ესეთი განწყობა უკვე, რომ ახლა ხედავ რომ უბრალოდ ხო გენეთ ახალი წლის მოსალოცი მესიჯი რაღა გახდა, განა რა არის? ეს არის ყურადღება მხოლოდ თორე ვინ რას თხოვს, არავინ არაფერს არ თხოვს, ხო ერთი ჯული ხალხი. ეხლა ნახე, ეხლა რაღაცა დავინახე ეხლა დავინახე რაღაც მოძრაობები, არ მინდა უბრალოდ გვარების. ეხლა ვიღაცას თავისია შემოიყვანენ, გააკეთებინებენ ორგანიზაციას ან რაღაცა არა, შენ ყველაფრის მიღმა დაგტოვებენ მაინც გესმით ვიღაცას გაუკეთებენ ერთი კაცი ყავთ კიდე ამოჩემებული ახალგაზრდა ბიჭი ერთხელ გაუკეთეს პარტია ორჯერ გაუკეთეს ესე იგი სამჯერ გაუკეთეს დღე და ღამე აპიარებენ რა გინა შვილო ვერ გავიგე არა
აქვს რეიტინგი როგორც ეხლა იმისგან არ ვიცი რა უბედურებაა ეს რა არის რა ხვასაც ხო უნდა მისცე ასპარეზი რაღაცა ამ პროფესიონალიზმს ეცი პატივი ან რაღაც ეცი იმას რომ ვის რა ავტორიტეტი აქვს როგორ აქვს რანაირად აქვს მე კიდე ხა ამ მოღალატე სპორტსმენები ამ მოღალატე ინტელიგენცია კიდე უნდა ესე გაფოფინებული უნდა იყოს ჩვენთან ამ ქვეყანაში ო ნუ იცით რა არის ეს არის რა როდესაც სტანდარტი რომელიც სამწუხაროდ ნიკა გვარამიას სტანდარტი აი ესე ტიპაჟის ქცევის მოდელი და ეს როდესაც ეს როცა შენ აღიარებ ამას სხვა ადამიანს ვერ შეამჩნევ ესე იგი გინდა არ გინდა მაინც იმაზე ხარ გამობმული და სამწუხაროდ მედიაში ზუსტად ის სტანდარტი დარჩა რაც ეროსის სტანდარტი დარჩა არ შეცვლილა არაფერი ეროსის და გვარამიას სტანდარტი არის რა და აქედან გამომდინარე ფაქტიურად დანარჩენი ძალიან ბევრი ტელევიზია სხვა ტელევიზიები იმათ ზიაკეთებენ სწორებას მაგრამ იმათი აქტიურობა არ აქვთ იმათ სხვა დრაივი აქვს იმას ვერ აღწევენ სამაგეროდ რესპონდენტები უნდათ ისეთივე ყავდეთ მე ქალბატონო აი ისინი კაი ტიპებს ისინი უძახიანო და ამაზე დიდი გოიმობა გვარამია რო კაი ტიპი იქნება ვაჭაძე რო კაი ტიპი იქნება ამაზე დიდი გოიმობა შეიძლება სადმე არსებობდეს მაგრამ სამწუხაროდ ესენი თვლიან რომ ის კაი ტიპობა ის არის და იმ სტანდარტს აღიარებენ და იმ ტიპაჟებს აღიარებენ რითიც ზუსტადაც ხო გენერეთ სტანდარტი კაცობის და ქალობის სტანდარტი იმიტომ დავარდა რომ ოცნებამ გაიზიარა ნაცების სტანდარტი ტიპაჟების ქცევის ნორმების და ყველაფრის აი ეს მიიღო სამწუხაროდ აი ეს არის და ხო გენერეთ ტელევიზიაში თქვენ თუ ნახავთ იგივე სტილი, არაფერი საკუთარი, იგივე სტილი და გადმომღერება, ხო? არა, მე ხა ქალბატონო თქვენ ეთყობა ვერ გაიგეთ, მე გეთახმებით მაგაში. მე ვამბობ აი ინტელიგენციის წარმომადგენლებზე, რომლებიც აი ეს დღეები უჭერდნენ მხარს, აი ჩემთვის იყო სრული შოკი, გუშინაც ვამბობდი, მურმან ჯინორი ასეთი გამოჩენილი მსახიობი მისი ნათამაშები როლი მე სოლიდარული ვარ ამ ახალგაზრდების რომელი ახალგაზრდის ეხა ქუჩებს რო წვავდა პარლამენტს რო ესროდა ნანი ბრეგვაძე აიღეთ ეს კულტურის მოღვაწეები რომლებიც ეხა ბერიკაშვილის გოგოს სიძე რა ვიცი მე ბიწაში ტრიალეს ალბათ ის ბერიკაშვილის კაცო რა ვიცი მე ხო და მე არ ვიცი ეს ხალხი ინტელიგენციის წარმომადგენლები მსახიობები პოეტები ვიღაცები მაგრამ რა მსახიობები ეგენიან ეხა მურმან ჯინორიას თუ არ ჩავთვლით მურმან ჯინორია კი ბატონო მურმან ჯინორიას გარდა ესენი თავს ირქმევენ მსახიობებად პოეტებად იმათ გამოდიან და თავს ესე იგი მაგრამ ეს სპორტსმენების ის იყო საქციელი გულდასაწყვეტი რაღაცა გაგვახარეს ამ წელს გაგვახარეს გამოვიდე და ჩვენო სოლიდარული ვართო აი ამ მოღალატეების მიმართო არც მაგათი გატანილი გოლი მინდა და არც მაგათი ჩაგდებული ბურთი მინდა ფარში რა ეხა შენ თუ ხელს შეუწყობ ქვეყნის დანგრევას რა უბედური ბატონ ნიკოლოს მომისმინეთ ფეხბურთი რომ კარგად ითამაშა და რომ გადავიდა ეს გმირობას არ ნიშნავს რა და ეს არ იცით რა არის ეს არ უნდა აიყვანოთ საში ზუსტად იმის მერე გატყდა ფეხბურთი თუ დააკვირდით რა აქედან გამომდინარე პროფესიონალიზმი სხვა რაღაც არის პროფესიონალიზმის ნიშნი დაფასება აი უცებ საშია ვიყარეთ არ შეიძლება არც უცებ აღფრთოვანება და არც უცებ დაგდება ამ ადამიანების აი ზუსტად იმიტომ რომ ლამის ზოგმა აი პოლიტიკაში ფეხბურთელები რო არიან ესეთები უნდა ყავდეს კარგი რა მოგივიდა კი კარგია ფეხბურთელი კარგად რომ თამაშობს მაგრამ მოდით რაღაც საში ნუ აიყვან ამის გულისთვის და გმირთა გმირს ნუ გახდი რა და ნუ გაუტოლებ იგივე მედლებით და ორდენებით ნუ გაუტოლებ რა რაღაცა იცით რა აი გაუბრალობა ჩვენ თვითონ ვაუბრალობთ სიმბოლოებს და მე გვიკვირს რატო კი ბატონო აი ხო დააჯილდოე ხო გახადეს გმირებად არა აბატონო აი გმირებმა დღეს გიგანეს და წავიდე ნიკ ვინ შენ გადმოგდებას გიპირებს დაფიქრდი მაინცა ხო გვაცალია გახდა საპატიო თბილისელი რა თბილისელი ის არის და რა საპატიო ის არის მითხარით რა აი ეს არის მაგითო ვთქვი ის სტანდარტი მეთქი ის კაი ტიპობა ის გონიათ რასაც ის ნაცები აკეთებენ და გვარამიას გარემოცვა რასაც აკეთებს ხო და ისინი რასაც აკეთებენ და ვერ ხვდებიან ეს არის გოიმობა ზუსტად რომ შენ ის გონია კაი ტიპი და კაი ტიპობა ის გონია და ამიტომაც არის რომ თავზე ხელს უსვამენ და ცდილობენ სწორება გააკეთონ მათზე ხელოვნებსაც იგივე მოუვიდათ მანდ არის შიდა ბულინგი არის და იცით რა არის უმეტესობა უმრავლესობა იქ არის და მეც იქ უნდა ვიყო და საკუთარი აზრი გააქვს
აი ეს უნდა კითხოს ადამიანმა, საკუთარი აზრი გააქვს, საკუთარი აზრი არ აქვს და სადაც უმრავლესობა წავიდა, ცხრის ფარის სინდრომი არის რა, მეტი არაფერი. და ვინც ჩამორჩა, იმას უბრალოდ აბულინგებენ. შენ როგორ რანაირად ჩამორჩი და ის ფიქრობს გარიყული არ დავრჩი და მიყვება ისევ იმ ფარას. სადაც მსახიობები ხა ჯინორიას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, კონა მანეთად არის რა მსახიობები, რომლებიც ჩვენ გავიფიცეთ. კონა მანეთად ასეთი მსახიობები. ეხლა აგერ ერთი ეხლა თქვენ გადაცემას თქვენ რომ თან გესაუბრებით თან სოციალურ ქსელს ვკითხულობ ერთ-ერთი ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადვოკატი ულოცავს ამ ნაცების ძალიან ისეთ აქტივისტს და გილოცავდა ეხლა სახელს არ ვიტყვი და გულები უწერია გესმის და ეს დღედაღამე იმედზე ყავთ გამოყვანილი დღედაღამე დაახლოებული ამ ხელისუფლებას აი ეს ელიტარული ხალხი რო არის გესმის ესეთი ჩუბად იყვნენ გაყოსული ხმას არ იღებდნენ და როცა ხელისუფლებამ სული მოითქვა მერე გამოჩნდნენ როცა კრიტიკული მომენტი იყო ხმას არ იღებდნენ ბიჭო აი ესეთი ან ვინმე რატო არ უყურებს ამ ყველაფერს ან რაღაცას არ აქვს აი ჩემთვის ისიც მიუღებელია ქალბატონო მაია რომ ისინი რომ მათმა უღალატეს ეს გავიგე კი ბატონო მაგრამ ბიჭო ეს მსახიობი ხარ პროფესორი ხარ მარტო იმაზე არ არის სპორტსმენი როცა ქვეყანა ინგრევა არ უნდა გამოხვიდე და თქვა შეჩერდით არ შეიძლება აი ეს გულგრილობა უფრო დიდი დანაშაულია მე თუ მკითხა ხო კი მაგრამ აქ თავარი რა არის ბატონო ნიკოლოს აქ არის ძალიან აი ეს ფაშისტური თუ ჩემი აზრის არ ხარ თუ სხვა აზრის ხარ ესე იგი შემტერი ხარ და დღეს აი ყველაზე ცუდი ის არის რომ სწორედ ის უმცირესობა რომელიც არც ინფორმირებულია იცით რომ კითხოთ მე არ ვიცი მე პოლიტიკაში არ ვერევი თითოეული მათგანი ასე გეტყვით მაგრამ აბა ძალადობა კარგია აი აქ მთავრდება მთელი გააზრება რა ხდება სახელმწიფოში რა შეიძლება ამას მოყვეს რომ სახელმწიფოები რომ შეიძლება დაიკარგოს რომ შეიკითხები თითო არა მე განა რაიმე მე პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს და რო არ გაინტერესებს შედავ მაგრამ აი რო სცემეს ვიღაცები კარგია და იმ წუთას ეუბნები პოლიციელს რო ესხმის თავს მთელი აქცია ეს კარგია უი მე ეს არ ვიცი იმიტომ რომ თავარ არხს უყურებ იმიტომ რომ ტევ პირველს უყურებ იმიტომ რომ ფორმულას მიჩერები ხარ და ის არ აჩვენებს ამას რა თქმა უნდა და თუ არ იცი რატომ იწყვეტა ხვალინდელ ბედს მე ჩემი ქვეყნისას თუ გონზე არ ხარ და გაგებაში არ ხარ ხო ძალადობა ცუდია მეც ვიცი თქვენც იცით რომ ძალადობა ცუდია მაგრამ არ უნდა აი ხო განვედა არ უნდა დაეტაკო არ უნდა დაწვა არ უნდა დაამტვრიო სპეცნაზი აქეთ არ უნდა დაესხა თავს და არ გიპასუხებს ისინი აქეთ არ ერჩიან ყველა არ ერჩიან არავის მაგრამ როცა პროვოცირებას ახდენ მუდმივს იქ ესე დროს ყველაფერი ხდება სამწუხაროა ცუდია მაგრამ ხდება და ფრანგული სპეცნაზი უფრო უარესად მოქმედებს უფრო უარესია გერმანიაში ამერიკაში საერთოდ ეცრიან ძალადობა არ მოსწონთ ამა და ემიჯნებიან ოღონდ პოლიტიკის გონზე არ არიან არ აინტერესებთ პოლიტიკა მე არავის მხარეს არა ვარ აბა ვის მხარეს ახლა რომ გამოდიხარ და ამას აკეთებ ეს არის რა იცით აი ხო გეუბნებით რა ალბათ ყველაზე დიდი აი ცხრის ფარის სინდრომია მეტი არაფერი მასაშია ბრბოშია და თუ არ გამოთქვი და ესე იგი ამ ტელეიმედიდან თუ არ წავიდა ადამიანი ნაცი ისე კი არ გაუშვებენ იმას გინდა ხელისუფლებიდან და გინდა იმიდან საელჩოდან თუ ელჩებმა თავისით არ დაწერეს განცხადება მივდივართო ისე არ გაუშვებენ მე ვერ გავიგე შესაბამის სამსახურები მარტო ჩვენ მემისმენენ კაცო მოусმინონ იმათაც ერთი რა ხდება ბოლო ესე იგი ყველა ელჩი მოღალატე აღმოჩნდა ყველა ესე იგი ბოდიში და სახე ეგრეთ წოდებული სელებრეიტი ის აღმოჩნდა მოღალატე ხო ერთი წამი და რა უბედურებაა ეს ყველაფერი რა არის მართლა რა ბატონო ნიკოლოს იცით რატო ზუსტად მაგას ვამბობ რომ ვითომ სელებრიტები ეს ხელოვნურად შექმნილი მწერლების ხელოვნურად შექმნილი მსახიობების ხელოვნურად გაპიარებული მსახიობების წერლების მომღერლების მთელი კასტა არ შეიცვალა საშუალო ნიჭის ადამიანები ისევ დატოვეს სელებრიტებად რა ბჭყალებში თავიანთი არ გამოძერწეს გესმით აი ახლა უყურეთ ნიჭიერი არ მეუშეს აი ადამიანები რომლებიც მაგალითად არის კარგი ჟურნალისტი, კარგი პროფესიონალი, იმას არ მისცეს საშუალება რომ აი იგივე მაგალითად იმ თავიანთ მედიებში რომ გაეგრძელებინა მოღვაწეობა. ის სახიობი რომელიც მაგალითად რუსთავის თეატრში ან თელავის თეატრშია არ წამოიყვანეს და არ დასვეს იქ იმ წამყვანად. ისევ ეს დუტა, ისევ ეს მაყაშვილები, ეს ისევ ეს ბოდიში და ეს
სვეცკი ვიღაცეები იქ რა ქვია მე ბახა და ვიღაცეები პირველ არხზე კოშაძე ანა კოშაძე და ამით ისინი ეს ნაზი სიფრიფანა გოგოები და ბოდიში არა ის ღვინიაშვილი ხიზანიშვილის ცოლი ფეხბურთელის კიდე ბიძინა ივანიშვილის რო იმაშვებოდა აგინებდა რუსთაველზე და კიდევ იქ და ის ნინი ბადურაშვილი კიდე რომელმაც ესე იგი ვერ აიტანა თურმე რაღაცა ნინი ჩემო კარგო რაღაც ბოდიში და მაინტერესებს ერთი რო დახრიტავდე ხალხს მე მაინტერესებს გასცემდით პასუხს და ბოლო რა უბედურებაა ეს ყველაფერი ხო უნდა მისცეთ სხვასაც ასპარეზი გინა ხელოვნებაში გინა ტელევიზიაში გინა პოლიტიკაში რა ეხა ვიღაცა ქმნის ხვალ გაერთიანებას იკრიბებიან ვიღაცეები ეხა იქ უნდა შეკრებონ შეტენონ თავიანთი ხალხი რო თავისი ბიძაშვილ მამიდაშვილები ვიღაცეები რო ისინი წარმოაჩინონ არა ის ვინც იბძვის 25 წელია ვინც რა იმას მიღმა დატოვებენ ყველაფრისა გესმით ეს ნაძირლები ესენი რა იცით რამდენი კარგი ჟურნალისტები ვიცი რომელიც დღეს უფუნქციოთაა ძალიან ჭკვიანი ჟურნალისტები მათ შეუძლიათ მთელი პლასტი შექმნა სერიოზული ჟურნალისტიკის მათი ადგილი არც ერთ ტელევიზიაში არ მოიძებნა მართლა გამოცდილები მართლა მათი ადგილი არ არის იცით რატო ვერ ჩააწყვეს იმიტომ რომ აი ადგილი აღარ დაუტოვეს არაფერი ვიზის თქვენ ამბობთ ერთი გორში ხარ და ნინა წკრიალაშვილი ყოფილა ზედმეტი დანარჩენი ყველა იგივე დარჩა ამ ფსევდო ელიტაში ხო ფსევდო სახელმწიფო ელიტაში ერთი ნინა წკრიალაშვილი დაიკარგა დანარჩენი ყველა დარჩა იგივე და მოსწონს თუ არა საზოგადოებას ისინი ამაზე არავინ არ ფიქრობს იგივე მაყაშვილი რო წავედიო და ეხლა მივხვდი თორმე რას ვემსახურებოდიო ხალხი წერდა კიდე კაიო იმიტომ რომ რა უნდა მიწევ არა დუტას ხირტლაძეზე გარდა დუტას ხირტლაძეზე მეტი არავინ არ არის დუტას ხირტლაძეზე მეტი უნდა შეიცვალოს სტილი ხო უნდა შეიცვალოს არა რაღაცი ცოტა გემოვნება ხო უნდა ამაღლდეს არა ისე იმ დარეჭაებში უნდა დარჩე სადაც ესენი დახტოდნენ და მართლა ეს ფსევდოელიტა შექმნილი იყო ვიცით როდის დაიწყო ჟვანიას პერიოდიდან დაიწყო და ამას თავისი მიზანი ჰქონდა დარჩა ხო აღარ უნდა შეცვლილი იყო აღარ უნდა მოიმატოს გემოვნებამ სტილმა ხო უნდა მოიმატოს არა მარტო იმას ხედავთ რომ პარლამენტარებმა ჩაიცვეს კოსტიუმები და კი გადასარევია ძალიან კარგია მაგრამ გემოვნებაც ხო უნდა შეიცვალოს კიდე იმ გემოვნებაზე რჩები ვიცით შაბათის შოუს და სკეჩების სოფლის კლუბის სკეჩების დონეზე რჩები ანუ არ შეიძლება ესე ხო იგივე ხალხი იგივე პროდუქცია ძლევა უნდა შეცვალო უნდა მოიყვანო ცოტა აწიო ასე ვთქვათ პლანკას ვიტყვი ამ სიტყვას არ ვიცი ქართულად როგორ არის ცოტა უნდა აიწიოს არა აი ჩემთვის გაუგებარია რეჟისორი რო არის ჩვენ უნდა მოვიდეთო უყურებდი ფიქრობდი შაბათის შოუა ნანულის რო თამაშობდა ნანულის რო ის არის მეთქი პირველ არსზე რო იყო მეთქი ნანულის ის არის სკეჩია თუ რა არის მე მივხვდი რომ სრულიად სერიოზულად ეს იყო ოპოზიციონერი რეჟისორი და რაც სიჟებს ამბობდა მეთქი ყოჩა ხა მე არ უყურებდი და ხო გერნედი გამოვშტერდი მეთქი ყოჩა თქვენ თუ ასე ნანული და ის რო იყო ანო შოუში ნანული მეგონა აი სულ ყოველთვის მესმის რომ აი ახლა ნახე ყველაფერი შეიცვლება აი ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა მაინც შეიცვლება ყველაფერი თუ ყველაფერი ისევე დარჩება თქვენ როგორ ფიქრობთ არ ვიცი იცით არის ხოლმე რომ პასუხობთ ხოლმე რომ იმედი მაქვსო მაგრამ არ ვიცი მე თქვენსავით დავაკვირდები იმიტომ რომ აი ეს იმედი მაქვს ჩემნაირ ოპტიმისტად უჭირს ხოლმე და ეხლა მეც მიჭირს მართალი გითხრათ მხოლოდ მინდა რომ საგარეო პროცესებმა არ შეჭამოს საქართველო ეს არის ერთადერთი აი ოცნება და ნატრა რომ ნეტა გარეთ აფეთქებულმა და აბობუქრებულმა ოკეანემ საქართველო როგორც პატარა ნაფოტი არ ჩაყლაპოს აი ამაზე დანარჩენი ხო გეუბნებით აი შიდას იცით როგორ უყურებ ძალიან აი თითებს შორის აი ესე უყურებ იმიტომ რომ გარეთ არის ძალიან რთული პროცესები მიდის ღმერთის იმედი მაქვს რომ არ გაგვწირავს იმედი მაქვს რომ რუსეთის ფაქტორი დარჩება ისევე ძლიერი და ჩვენ არ გავიცვლებით იმიტომ რომ ვაჭრობა ხა მიდის ყოველთვის და ეს ჩვეულებრივი ცნობილი ამბავია დიდ პოლიტიკაში ასეთი პატარა ქვეყნებით ვაჭრობა, მაგრამ მე იმედი მაქვს ამისი და შიგნით, აი ხო გენოი დარბიან ის რომ დააწყდა ყველას ნერვები, აი ისიც უკვე ნაკლებად მაინტერესებს. იმედი
ძალიან ნაკლებად მაქვს იმ დაპირებების იმედი, მე ნაკლებად მაქვს უკვე, იმიტომ რომ დავიღალეთ, ხო? შეიძლება ერთხელ დაიჯერო, ორჯერ დაიჯერო, სამჯერ დაიჯერო, ну რამდენჯერ შეიძლება დაიჯერო. მე ამიტომ ვამბობ, რომ არც ვუსმენ, მინდოდა კი რომ ეს ყოფილიყო და ყველას გვინდოდა, მაგრამ რა ვიცი, მე იმ პრინციპულობას, იცით რა, სიტყვა წამს და ეს მაგური ფიცი წამს და ფიცი წამსო და შედეგს ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე არ ვიცი, ნახოთ, ნეტავი. კარგი იქნება თუ ასე იქნება, რასაც ამბობენ, კარგი იქნება თუ. მე მეტად ოპტიმისტური დღეს ვერ ვიქნები ბატონო. დიდი მადლობა, კარგად ვზანდებოდეთ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი როგორც ასე ბატონო ნიკოლოზ, წარმატებებს გისურვებ თქვენ, ჩვენ მაყურებელს და მშვიდობას პირველ რიგში. გაიხარეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა.